თავისუფალი დემოკრატების ინფორმაციით სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების სადაზღვევო კომპანიებიდან ბითუმად შესყიდვის მექანიზმი ობიექტურად მოიცავს კორუფციული გარიგებების საფრთხეს. ამის შესახებ საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ზურაბ აბაშიძე საუბრობდა. მისი თქმით, ქვეყანაში არ არის სამედიცინო სტანდარტების 80% შემუშავებული, აქედან გამომდინარე მთავრობა რეალურად ვერ გააკონტროლებს სადაზღვევო კომპანიების მუშაობას. აბაშიძის განცხადებას დღესვე უპასუხა საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელმა კოკი იონათამიშვილმა. დღეს თავისუფალი დემოკრატები ვაცხადებთ, რომ ქალაქის მერიასაც სიღარიბის ზღვარზე მყოფი ადამიანებისთვის იგივე მექანიზმით ბითუმად აქვს შეძენილი და დარიგებული ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 12 მილიონ ლარზე მეტი. აქედან გამომდინარე მოუწოდებთ პირველი მერიის სოციალური დაცვისა და კულტურის სამსახურს დაუყოვნებლივ დაიწყოს სადაზღვევო კომპანიების მიერ ბენეფიციართა მომსახურების ხარისხის შესწავლა და მიღებული შედეგები გააცნოს საზოგადოებას. მეორე, დედაქალაქის საკრებულოს სარევიზიო კომისიამ თავის სამუშაოს გეგმაში შეიტანოს ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების მონიტორინგი და შედეგების შესახებ პერიოდულად მოახსენოს კომისიას და ასევე საჭიროების შემთხვევაში საკითხი განსახილვად წარმოადოს დედაქალაქის საკრებულოს ხდომაზე. ქალაქის მთავრობის, მაგრამ პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობით ეს სფერო იქნება კიდევ უფრო ტრანსპარენტული, ვიდრე იყო. შეიქმნება გარკვეული დამატებითი რეგულაციები, სადაც მოქალაქეებს შეიძლება ნებისმიერ თავიანთ საჩივარზე თუ ინტერესზე მიმართონ გარკვეულ ცხელხას და ეს იქნება დაფიქსირებული და რეაგირებები მოხდება მაქსიმალურად მოკლე დროში, რაც ზოგადად ამ სერვისს გახდის გაცილებით უფრო ეფექტური.